ეტაპზე დადგენილია, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 2 მარტს სასაზღვრო გამტარი პუნქტის გვერდისავლით ავტომობილში მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით სომხეთის მიმართულებით ფარულად დატოვა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. უწყების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში თავის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის დამადასტურებელი სხვა პასპორტი წარადგინა, რის შედეგადაც გაიარა საზღვარი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 354 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში ამ ეტაპზე დადგენილია, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 2 მარტს სასაზღვრო გამტარი პუნქტის გვერდისავლით ავტომობილში მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით სომხეთის მიმართულებით ფარულად გადაკვეთა, ხოლო აღნიშნული შემდეგ სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში თავის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის დამადასტურებელი სხვა პასპორტი წარადგინა, რის შედეგადაც გაიარა საზღვარი. გიორგი ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალი წარადგინა.